ქუთაისი ისევ დროშის გარეშეა დარჩენილი. ქალაქის შესასვლელში დროშა ზოგჯერ ქარს მიაქვს, ხან ქარი აზიანებს და მერი ახსნის. ადგილობრივები უკვე მესამე დღეა დროშის ნაცვლად კვლავ 47 მეტრიან სადგამს უყურებენ, მაშინ როცა დროშის მონტაჟისთვის მერიამ ტენდერი 6-ჯერ გამოაცხადა და ქალაქის ბიუჯეტს დროშის აღმართვას 65,000 ლარი დაუჯდა. ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე გვიერთდება მთავარი სიმბოლოს გარეშე კიდევ ერთხელ დარჩენილი ქალაქიდან პირდაპირ ეთერში. თამარ, ქუთაისი ისევ ეროვნული სიმბოლიკის გარეშეა დარჩენილი. მუნიციპალიტეტის შესასვლელში მესამე დღეა 47 მეტრიან სადგარზე დროშა აღარ ფრიალებს. ნიკიას ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ დროშა ისევ ქარმა წაიღო. მეორე ნაწილის განმარტებით კი დროშა ქარის დროს ჩამოხსნეს, თუმცა როდის აღმართავენ, ეს მათთვის უცნობია. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქუთაისში დროშა და ხელისუფლება უკვე ტრაგიკომედიად იქცა. ქარი იყო და შეიძლება წაიღო. თუ არა ისე არავინ არავიდოდა და არ ჩამოხსნა. ქარი ხევს. ქარი ხევს. ქარი ისეთი ხმა აქვს ამას ქარი რო ამაშიბო, მეტი რა შეიძლება ისე. უნდა ფრიალებდეს და უნდა ისამარა რა უნდა აქ. რას გიკეთებს? ხალხს მიხედონ ის ვაგებია. შემიშნები ეს 3 დღეა შემიშნები. ნიკიაზე მოდიოდ ქარია. ქარი აზიანებს. ქარი აზიანებს. ჩამოხსნეს ჩვენი დამოუკიდებლობის სიმბოლო საქართველოს დროშა და ეხლა უნდა ან ლურჯი ფერის დროშის ან საბჭოთა წითელი დროშის აღმართვა, რომ გუშინ ქუთაისში ნამდვილად სუფევდა საბჭოთა საქართველოს სიო, გამინდი, გაწყობა და მხოლოდ ერთი პარტია იმარჯვებდა და ეს ამხანაგები ეთყობა ცდილობენ რომ ეს განწყობა გადმოსცემ მთლიანად ქუთაისს. გამარჯვებულები საერთოდ დროშას წევენ ზევით. და ამგერმა მოახსნეს საერთოდ და 47 მეტრიანი სადგარი დაგვიტოვენ მარტო ქუთაისს რა გამარჯვების სიმბოლო და ნიშნად. იქიდან ჩანს როგორი გამარჯვებულია ქართველი ხალხი. მთავარი ქუთაისის მერი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა კითხვით თუ საწავიდა დროშა. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ 3 დღის წინ ქუთაისში ქარი იყო, რის გამოც დროშა ჩამოხსნეს და დროშას დღეს აღმართავენ.